German homelos I drink coffee and I know things. 77 ეპიზოდის თემა არის თვითგანათლების მაგია. Რამდენი სკოლები და უნივერსიტეტებიც არ უნდა ავაშენოთ, თვითგანათლებაზე ეფექტური და ხარისხიანი გზა ცოდნის მიღებისა ვერაფერი იქნება. რადგან მას ჭიდებს ემოცია, გრძნობა და ჟინი. ჩვენ ადამიანები გრძნობებზე ვაგებთ თითქმის ყველაფერს, დაწყებული კვებით, ჩვენი საყვარელი კერძი არის ის, რომელსაც ბავშვობაში ხშირად გვიმზადებდნენ და კარგ მოგონებებთან ასოცირდება, ესე იგი ემოციებთან არის დაკავშირებული თვითკვებაც კი. და დამთავრებული ხელოვნებით გვიყვარს ის მუსიკა, სიმღერა, რაც ჩვენში არსებულ გრძნობებს ეხმიანება, ემთხვევა, ერგება. როცა სწავლობს სკოლაში, უნივერსიტეტში ადამიანი, ის ამას აკეთებს რუტინულ ფორმატში, უხეშად რომ ვთქვათ, იძულებით აკეთებს. და როცა თავად ინტერესდება რაღაც კონკრეტულით, მზად არის 1000 გვერდიანი წიგნი ყოველგვარი წუწუნის გარეშე წაიკითხოს, გადაგეგოს ბიბლიოთეკა, იჯდეს მთელი ღამე კომპიუტერთან და სტატიები იკითხოს. ენთუზიაზმის მოზღვავება და იქ სადაც ენთუზიაზმით კეთდება საქმე, ყველაფერი გამოდის მაღალ ხარისხში. სიყვარულით კეთდება და იმიტომ და არამოვალეობის მოხდის მიზნით. ამიტომ კი არ უნდა დავაძალოთ თავს სწავლა, არამედ თვით მანიპულაციით დავაინტერესოთ, ცნობის მოყვარება გავუღვიღოთ საკუთარ თავს როგორმე. სკოლას და უნივერსიტეტს რომ შევეშვათ, მათ გარეშე ცოდნა მიღებული ადამიანები უფრო ჭკვიანები, დალაგებულები და ინტელიგენტები არიან, რასაც ვაკვირდები დიდი ხანია. ფლობენ თითქმის ყველაფერზე გარკვეულ დონის ცოდნას და ეს მრავალფეროვნება აზროვნების უნარის სასწაულად ავითარებს ადამიანს. ამიტომ სწავლა არ შეიძლება იყოს იძულებითი. ეს პროცესი სასიამოვნო უნდა იყოს. სულ უნდა ვიკითხოთ სტატიები, წიგნები, პოეზია, ყველანაირი ჟანრის რომანები, უყუროთ ყველა ჟანრის ფილმებს, დავაკვირდეთ ადამიანებს. ადამიანები ყველაზე ხარისხიანი და დიდი ცოდნის მომცემი წიგნები არიან. ამას რაც უფრო სწრაფად დავიჭერთ, გავიაზრებთ, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის. გამოცდილი მაქვს და ვიცი, მენდეთ.